ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ სამწუხაროდ მოხდა. ტრამპმა ეს ოფიციალურადაც გააკეთა და კამერებზეც დააფიქსირა. ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ო არ იბრძოლებს ტაივანისთვის, თუ ჩინეთი მასზე თავდასხმას განახორციელებს. და საერთოდაც ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ტაივანი გეგმავს ჩინეთზე თავდასხმას და არა პირიქით. ამიტომაც აშშ-ს არ უნდა მიიყიდოს ტაივანს იარა. და რაც ყველაზე მთავარია, ტრამპმა აღიარა, რომ როცა სი ძინპინმა კითხა დაიცავდა თუ არა ტაივანს, მან უპასუხა, რომ არა. შემდეგ კი ტაივანს ურჩია უბრალოდ უფრო ჩუმად მოიქცეს, რომ უზარმაზარი ჩინეთი არ გამოწვიოს. და ეს შეგახსენეთ არის აშშ-ის პრეზიდენტი. ქვეყნისა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ტაივანის მთავარი მოკავშირე იყო. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი. და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. პული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. მოდი თავიდანე პირდაპირ განმარტავ. დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურად და საჯაროდ განაცხადა აშშ-ის პოლიტიკიდან უკან დახევაზე ტაივანის დაცვის საკითხში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში. ზუსტად ისე, როგორც ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში. დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სამიტის შემდეგ საერთოდ ვერაფერი მიაღწია. ის კიდევ უფრო პრო-ჩინურ პოზიციაზე დადგა. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რას თქვა ტრამპმა, არამედ როგორ თქვა ეს. აქ თვითონ ტაივანის მიმართაც კი დაცინვა ჩანს. ფაქტობრივად, ტრამპმა დღეს ტაივანს განუცხადა, რომ მათ უნდა გაჩუმდნენ და აიტანო ყველაფერი, რასაც ჩინეთი აკეთებს. დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ პატარა ტაივანმა უნდა მოითმინოს. დონალდი იყო დამნაშავე თუ არა, ეს არაფერს ცვლის. მაგრამ მოდით მე მაშინე მოგიტან დიდ ციტატას დონალდ ტრამპისგან და შემდეგ ამას განვიხილავთ. ტაივანისთვის ეს არის სწორედ ის ალასკის მომენტი. მომენტი, როგორც რუსეთში ამბობდნენ, შეთანხმებები, რომლებიც ალასკაზე მოხდა. რომლებიც უკრაინამ 2025 წლის 16 აგვისტოს გადაიტანა. როდესაც ტრამპი პუტინთან პირველი მოლაპარაკებების შემდეგ გამოვიდა შონ ჰენიტისთან Fox News-ის არხიდან და პირველად განაცხადა, რომ უკრაინამ თავის ტერიტორიები უნდა ჩააბაროს რუს დიქტატორს და აი 2026 წლის 16 მაისს ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა ბრედ ბაიერთან, იმავე Fox News-დან და აცხადებს, რომ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში არ სურს ტაივანის დასაცავად იომოს და ტაივანსაც არ ურჩევს, რომ თავდაცვას სცადოს. ეხლა ზუსტად მოვიყვან დონალდ ტრამპის სიტყვებს. ციტატა. Donald Trump ამბობს, რომ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში არ სურს ტაივანის დასაცავად იომოს. ეხლა ტაივანზე ვიღაცა სურს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს საკმაოდ რისკიანი საქმეა, როცა დამოუკიდებლობას აცხადებ, იცით? ისინი დამოუკიდებლობის გამოცხადებას იმიტომ აპირებენ, რომ ომში ჩართვა სურთ. მიხდნენ, რომ მათ ზუგს ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს. მინდა ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მე არ ვცდილობ ვინმე დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. იცით, ჩვენ გვთავაზობენ 9500 მილის გავლას, რომ ომში ჩავერთოთ, მაგრამ მე ამას არ ვესწრაფვი. მინდა ცოტა დამშვიდნე. მინდა ჩინეთი ცოტა დამშვიდდეს. ჯერ არ დავიმტკიცებია 14 მილიარდი დოლარის იარაღის გაკიდვის შეთანხმება ტაივანისთვის. ვნახოთ რა მოხდება. შეიძლება ეს გავაკეთო, შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ ომებს არ ვესწრაფვით. თუ ყველაფერი ასე დარჩება, ჩინეთს ეს დააკმაყოფილებს. მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ იმას, რომ ვიღაცამ თქვას, მოდი დამოუკიდებლობა გამოაცხადოთ, რადგან აშშ გვიჭერს მხარს. თუ შანსებს შეხედავთ, ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ხოლო ტაივანი ძალიან პატარა კუნძულია, რომელიც მათგან 59 მილის დაშორებით მდებარეობს. ხოლო ჩვენ შეგახსენებთ, მათგან 9,500 მილის დაშორებით ვართ. ეს ცოტა რთული პრობლემაა. თუ ტაივანის ისტორია შეხედავთ, ტაივანი განვითარდა იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. იმიტომ, რომ თუ ისინი ჩიპებზე ტარიფებს დააწესებდნენ, ისინი ან პროცესორების წარმოებლები არასდროს წავიდოდნენ. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი Intel-სა და ჩვენ სხვა კომპანიებს ეხება. მათ წაიღეს ჩვენი პროცესორების ინდუსტრია. ის ტაივანზე საუბრობს. თუ რომელიმე ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, შეგიძლიათ წახვიდეთ და ტაივანში ააშენოთ, რომ ეს ამერიკაში გაპიდოთ. მაგრამ ჩვენ 200%-იან ტარიფებს დავაწესებთ. ჩვენ არასდროს დავკარგავდით ჩიპების ინდუსტრიას. ციტატის დასასრული. დიახ, ეს ყველაფერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებია.
და მგონია რომ აქ კომენტარიც კი ზედმეტია. დონალდ ტრამპი უბრალოდ ჩინეთს უთმობს ტაივანს და ტაივანსაც ურჩევს რომ არ გაინძრეს თუ ჩინეთი კუნძულს რამეს დაუშავებს. თუ ტაივანს ეს არ მოსწონს, მაშინ ის, დონალდ ტრამპი, მზად არის საერთოდ მათ წინააღმდეგ საბაჟო გადასახადებიც კი დააწესოს. და მთელი რიტორიკა იმაზეა რომ თითქოს თქვენ ვინ ხართ საერთოდ? ტაივანო, თქვენ ვინ ხართ? თუ თქვენი მიკროჩიპების წარმოება არ იქნებოდა, საერთოდ არ გჭირდებით. საერთოდ ეს არის რაღაც პატარა კუნძული, რომელიც სადღაც ჩვენგან 9500 მილითაა დაშორებული. საერთოდ არ გვაინტერესებს ეს კუნძული. საერთოდ არ მოგწონს. საბაჟო გადასახადებს დავაწესებ თუ რამეს გააკეთებთ. ეხლა გინახეთ, რა თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Wang Yi. მაშინ მას შემდეგ რაც ტრამპი გაფრინდა. ციტატა. შეხვედრაზე ვიგრძენთ, რომ ამერიკული მხარე კარგად ესმის ჩინეთის პოზიცია და მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის ინტერესებსა და შეშფოთებებს და არც ხარს უჭერს და არც იღებს ტაივანის დამოუკიდებლობის მოძრაობას. ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ფაქტობრივად დათანხმდა მათ პოზიციას ტაივანის საკითხში. და ვაშინგტონმა ეს განცხადება არ უარყო. არა, პირიქით, დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო ხაზგასმით განაცხადა, რამდენად ეთანხმება ამას. მაგრამ აქ პირდაპირ ჩნდება პარალელი უკრაინასა და ტაივანს შორის. ტრამპი ამბობს, რომ ის არაფერს არ არის ვალდებული ტაივანის მიმართ, ისევე როგორც უკრაინის მიმართ. უკრაინას ჰქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, ხოლო ტაივანსაც ჰქონდა ორი კანონი, რომლებიც ავალდებულებდნენ აშშ-ს დახმარებოდა. აგიხსნით. როცა დონალდ ტრამპ შეახსენეს, რომ აშშ-ს კანონით 1979 წლის ტაივანთან ურთიერთობის შესახებ კანონით ევალება ტაივანისთვის თვითდაცვისთვის იარარის მიწოდება და რომ კიდევ ერთი 1982 წლის კანონის მიხედვითაც აშშ-ს აქვს პირდაპირ დაპირება ტაივანისთვის, რომ ისინი არასოდეს გაივლიან კონსულტაციას პეკინთან ამ კუნძულისთვის იარაღის მიწოდების საკითხებზე. ამ კუნძულისთვის. დონალდ ტრამპმა პირდაპირ ასე უპასუხა. მოისმინეთ, 1969 და 1982 წლები ძალიან დიდი ხნის წინ იყო და სიტუაცია საერთოდ შეიცვალა. ეს იყო წინა საუკუნეში. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? დიახ, რაღაც დაგპირდით, მაგრამ ეს ხომ წინა პრეზიდენტები იყვნენ. მე რა შუაში ვარ. თითქოს წლების განმავლობაში ჩვენი ვალდებულებები არ გვახსოვდეს. არ ვართ ვალდებულები. აი ეს არის თელი პასუხი. რამდენზე? 44 წელი ამერიკული ვალდებულებების. როგორც სხვათა შორის აშშ-ს ვალდებულებებზე უკრაინის წინაშე ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით. ტრამპი ამბობს, ეს ხო რაღაცა წინა პრეზიდენტებმა გააკეთეს, მე რა შუაში ვარ. ტაივანის რეაქცია სხვათა შორის სწრაფი და ერთნიშნულოვანი იყო. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავად ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები მიუთითებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა კუნძულის მიმართ არ შეცვლილა. და აქ უნდა ვაღიაროთ, რომ დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად არასოდეს დაუჭერიათ ხარი ტაივანის დამოუკიდებლობისთვის. ისინი ყოველთვის ერთი ჩინეთის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. მაგრამ შეგახსენებთ მაგალითად ნენსი პელოსი. დემოკრატი უბრალოდ თვითფრინავში ჯდებოდა მიფრინავდა ტაიბეიში. პეკინს საერთოდ არ ითვალისწინებდა. და პეკინი, შეგახსენებთ, მაშინ არ აკეთებდა ისეთ განცხადებებს, როგორიც ახლა აკეთებს. მაგრამ, და ეს პრინციპულია, ტაიბეიშიც განაცხადეს, ტაივანი მოუწოდებს აშშ-ს არ შეწყვიტოს კუნძულისთვის იარაღის მიყიდვა. ხაზგასმით აღნიშნეს ამ გარიგების მნიშვნელობა რეგიონული უსაფრთხოებისა და შეკავებისთვის. ანუ ტაიბეი საჯაროდ სთხოვს, არ შეაჩერონ ის, რის დადასტურებაზეც ტრამპი საჯაროდ უარს ამბობს. ეს ასე ვთქვათ პარტნიორისადმი აშკარა უნდობლობა. ცხადია რომ ეს ჩინეთისთვის გამარჯვება გახდა, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ვოლცი სამიტის შემდეგ გამოვიდა და თითქოს სცადა ყველას დამშვიდება. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არ სურს ტაივანის სრუტეში ომი იხილოს. მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა ტაივანისთვის იმ იარაღის მიცემაა, რომელიც კომუნისტური ჩინეთის შეჭრის შეკავებისთვის არის საჭირო. და პეკინი არ წყვეტს რა იარაღს ვყიდით ტაივანს ან სხვა ნებისმიერ ქვეყანას. კი, რა თქმა უნდა, ლამაზად ჟღერს, კარგია. ჩვენ ამაყები ვართ, ჩინეთი ვერაფერს გვიკარნახებს. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია და არა პრეზიდენტი. ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჯერ კიდევ ნახავთ რა მოხდება და თითქოს ტაივანი უნდა ომი და არა ჩინეთი. აქ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასმნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დაეხმაროთ. ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.